გქონიათ შეგრძნება, რომ თითქოს ყველაფერს კარგად აკეთებთ, მაგრამ მაინც გრძნობთ, რომ რაღაც ისე ვერ არის. თითქოს არასაკმარისი ხართ. მშობლების სიტყვები აყალიბებს ჩვენს პიროვნებას, აღნიშნულები, რომლებსაც ბავშვობიდან გვაძლევენ, გვიქმნიან წარმოდგენას საკუთარ თავზე და შესაძლებლობებზე. დღეს განვიხილავთ ბავშვობაში ნათქვამს 3 ფრაზას, რომელსაც დღემდე დიდი გავლენა აქვს ჩვენს ცხოვრებაზე. პირველი. შენ ჩემთვის ყოველთვის პატარა იქნები. ეს ფრაზა, თუ ხშირად არის განმეორებული, ხელს უშლის ადამიანის ფსიქოლოგიურად გაზრდას. მშობელი თითქოს არ აღიარებს, რომ ბავშვი იზრდება და შესაბამისად მასაც უჭირს ამის გაცნობიერება და მიღება. მომავალში შეიძლება ადამიანს განუწყვეტლივ ეჭვი შეჰქონდეს საკუთარ გადაწყვეტილებებში, იყოს დამოკიდებული სხვის აზრზე, ჰქონდეს შიში პასუხისმგებლობების მიმართ. მეორე ფრაზა. მე რომ შენი ასაკის ვიყავი. რაღაცას განსაკუთრებულად ან სხვაგვარად ვაკეთებდი მაგალითად. ეს ფრაზა ჟღერს როგორც შედარება. მაშინაც კი, როდესაც კეთილი განსრაღვით არის ნათქვამი, ბავშვი გრძნობს, რომ მასთან რაღაც ისე არ არის, რომ ის უარესია. ამან შეიძლება მოყვეს მუდმივი შეუსაბამობის განცდა, სწრაფვა გაამართლოს სხვების მოლოდინები და შიში საკუთარი ცხოვრებით იცხოვროს. დასრულ ასაკში შეიძლება განვითარდეს პერფექციონიზმი, თვითკრიტიკა და შეგრძნება, რომ ის მუდმივად ჩამორჩება სხვას. და მესამე ფრაზა. შენ რომ შენს ნებაზე მიგიშვას ადამიანმა. ანუ, როდესაც მშობლები ტრანსლირებენ, ბავშვი რაღაც ცუდის მოლოდინს თუ გადაწყვეტილებას თავად მიიღებს და პასუხისმგებლობას აიღებს. ეს აყალიბებს შინაგან მოლოდინს წარუმატებლობის მიმართ და ბავშვი ითვისებს, რომ საკუთარი თავის ნდობა არ შეიძლება. დასრულ ასაკში ეს შეიძლება გამოიხატოს ასევე მკაცრ თვითკრიტიკაში, ინიციატივის შიში, მუდმივ შფოთვაში გადაწყვეტილების მიღებისას და საკუთარი თავის უნდობლობაში. მსგავსი ფრაზები ქმნიან შინაგან მშობელს ჩვენში, რომელიც შემდეგ განაგრძობს დასრული ადამიანის კონტროლსა და შეზღუდვას. კომენტარებში დამიწერეთ, გეცნობათ თუ არა რომელიმე მათგანი და კიდევ რომელი ფრაზა გახსენდებათ. და თუ ამ თემამ დაგაინტერესათ, ჩემ გვერდზე შეძლებთ პირველი ნაწილის ნახვას. ნახვამდის.